გამარჯობა. თქვენ უსმენთ და უყურებთ რადიო სივრცეს FM 98.5. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია და მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი, მხატვარი, ჟურნალისტი, რუსთავიორის ყოფილი დირექტორი ბაკურ ბაკურაძე. ბატონო ბაკურ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დროის დათმობისთვის. თქვენ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ ჩვენთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტი გაქვთ განხორციელებული და გეგმილი, მათ შორის მთელი ცხოვრების გზა თქვენი ძალიან საინტერესოა. მადლობა. თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენები იმდენად აქტუალურია თქვენს გარშემო, რომ თავიდან პოდკასტის თემას ცოტას გადავუხვევ და ბოლო დროის კითხვებს დაგესვამთ ბოლო დროინდელს, რაც რა თქმა უნდა მათ შორის ეხება რუსთავიორს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ თქვენ რუსთავიორის დირექტორის პოსტი დატოვეთ და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დაიკავეთ. თუ შესაძლებელია ვისაუბროთ, რას უკავშირდება ეს ცვლილება და ამ ეტაპზე როგორ მიმდინარეობს თქვენი თანამშრომლობა რუსთავიორთან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელსა და მაყურებელს, ყოველთვის სასიამოვნოა რადიო სივრცეში სტუმრობა. მე არ გამოვირჩევი ეს ხშირი ეთერებით, ანუ მაქსიმალურად ვერიდები, მაგრამ რადიო სივრცის შემოთავაზებაზე ვერასოდეს ვამბობ უარს. მოკლედ, ბევრ მსმენელს გისურვებთ და დიდ რეიტინგს. დიდი მადლობა. რაც შეეხება რუსთავიორს და ჩემს რუსთავიორზე იმ თანამდებობის დაკავებას, რაც მეკავა, ეს თავიდანვე ვამბობდი ყოველთვის რუსთავიორელებთან შეხვედრისასაც ვამბობდი, რომ მუდმივი რჩება არის რუსთავიორი, ჩვენ ვიცვლებით დირექტორები და ასე შემდეგ. ხო, რაღაცა გარკვეული საკითხები მენეჯმენტის თვალსაზრისით და გარკვეული საკითხები ესთეტიკის თვალსაზრისით იყო დასალაგებელი. ეს ხალხისათვის სანახავად შეიძლება შესამჩნევი არ ყოფილიყო, მაგრამ შიგნით თვითონ არხზე იყო რაღაც საკითხები მოსაგვარებელ დასალაგებ გადასაწყვეტი, რასაც იმაზე ნაკლები დრო ჭირდა, ვიდრე მე ვფიქრობდი და ჩვენ ვფიქრობდით და ამდენად როგორც კი მე დავინახე, რომ ის რაღაცა გარკვეული საკითხები, რომელიც იყო დასმული და ამოცანები უკვე გადაწყვეტილი იყო პრინციპში და რაც არ იყო გადაწყვეტილი უკვე რელსებზე იყო შემდგარი, მე სიხარულით გადავედი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე და დავუთმე ეს სკამი ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთს იმ ცირეთაგან შორის, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ეს ადგილი ნინო შუბლაძეს, არჩეულებრივ ჟურნალისტს, რუსთავიორელს და მოკლედ ძალიან გახარებული ვარ, რომ ნინო იყო თანახმა და მოკლედ ძალიან სწრაფად მოხდა ეს შეცვლილება. სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავეთ ამ ეტაპზე ამგვარად თანამშრომლობთ. როგორ არის ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტების განხილვა, არხი ემზადება ისთვის შემოდგომის სეზონისთვის და მომავალი წლის სეზონისთვის, ასე რომ ჯერჯერობით ზაფხულის პერიოდია და დიდი არეულობა ეთერშიც, იმიტომ რომ ფეხბურთმა ყველაფერი აურია, სასიამოვნო არეულობას ვგულისხმობ კი. და რა ვიცი, მივყვებით მოკლედ მოვლენებსაც და არხიც მიყვება თავის ჩვეულ რიტმს და კი ბატონო, ავტოგრაფის შესახებ მინდა კითხო, თქვენი ძალიან რეიტინგული საავტორო პროექტის შესახებ. თქვენ ავტოგრაფის იმედიდან წამოიღეთ რუსთავიორში, იმიტომ რომ პოსტი ნუ ესე გამოდიოდა, არ გქონდა სურვილი, რომ იმედი დაეტოვებია ავტოგრაფს, მაგრამ რაღაც უხერხული გამოდიოდა, რომ რუსთავიორის დირექტორი და იმედზე გადაცემა გადიოდეს ხო საავტორო. საერთოდ მაყურებელი ამ პროექტს. და ეხლა ამ ეტაპზე ეს სეზონი, რომელიც გაკეთდა კულტურის საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად და მისი პატრონაჟით და გადის რუსთავიორზე დასრულდება. ხო, გითხარით, რომ სასიამოვნო ფორი აქია თქო, მაგრამ ბადე მთლიანად აურია ფეხბურთმა, ამიტომ მცოცავ გრაფიკში ვართ. არა, მცოცავ გრაფიკში ვართ, ხან ესე გადის, ხან ესე, თუმცა ანონსები ამცნობს საზოგადოებას, როდის არის ხოლმე ავტოგრაფი. ეს სეზონი დასრულდება აგვისტოს შუა რიცხვებისათვის. რაც შეეხება შემოდგომის სეზონს, აქ დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, საერთოდ გავაგრძელოთ თუ არა ავტოგრაფი, გადაცემა ავტოგრაფი, ანუ ხო არ დაასრულა მან თავისი ფუნქცია მოვალეობა, თუ კიდევ არის პანჯარა და საშუალება, რომ ავტოგრაფში ისეთივე სტუმრები მობრძანდნენ, როგორც 6 წლის მანძილზე ყოველთვის იყვნენ. მე მაქვს გაურებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით 100%-ით გადაწყვეტილი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაც
დროულად უნდა დასრულდეს და ნახოთ, შეიძლება ავტოგრაფმა დაასრულოს ან შეაჩეროს თავისი არსებობა. ყოველ შემთხვევაში ფიქრის დონეზე ჯერჯერობით საზღვრავს. თუ მინიმუმ 2 სეზონი არ მექნება ხელში შესაბამისი სტუმრებით, მუსიკით და კონცეფციით და ასე შემდეგ მე ხო იცით რატო, იმიტომ რომ ხო პრინციპში ყველაზე გავაკეთეთ უკვე გადაცემა და რაღაცნაირად ფიქრობ რომ ამოწურა თავის თავი. ყოველ შემთხვევაში ის თამასა რომელიც ჩვენ გვეჭირა სტუმრების ვინაობით და მათი განვლილი შემოქმედებითი მოღვაწეობის მიხედვით ძალიან ცოტა თუ საერთოდ არა ძალიან ცოტანი არიან უკვე თითქმის არავინ არ არის დარჩენილი ვიზიც არ ყოფილა გადაცემა ან ვინც არ ყოფილა სტუმარი ჩვენი გადაცემის და გვინდა რომ ეს თამასა შევინარჩუნოთ და ჯობია რომ თუ შესაბამისი არ იქნა სტუმარი რა თქმა უნდა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ არსებობს სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა ფორმატის და სხვადასხვა ესთეტიკის გადაცემები ავტოგრაფი აი ამ ესთეტიკის და ამ ფორმატის არის და ამ ფორმატში თუ ჩავთვლით რომ ვინმე არ არის ავტოგრაფის თვის სასურველი თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე ან კიდევ ჯერ იმდენი არ აქვს გაკეთებული რამდენსაც ჩვენ ვითხოვთ ხოლმე შინაგანად რომ იყვნენ ჩვენი სტუმრები აი მოკლედ ველოდებით ხო კი ბატონო ბაკურ თქვენ საკმაოდ გულახდილი და გულწრფელი სტუმარი ხართ უკვე ახსენეთ რომ ისუათი სტუმარი ხართ მაგრამ როცა სტუმრობთ სხვადასხვა გადაცემას ყოველთვის გულწრფელად საუბრობთ სხვადასხვა თემაზე სწორედ ამიტომ მივცემ თავისუფლებას ეს კითხვა დაგისვათ თქვენი რუსთავი 2-ის დირექტორობას თქვენს მიმართ მათ შორის უხეში შეფასებებიც მოყვა გარკვეული ნაწილისგან. ой, რა საინტერესოა, ამი არ მომისმენია. ჩვენ ამ შეფასებებს რა თქმა უნდა არ გავიმეორებთ, თუმცა ზოგადად იყო თქვათ მათ შორის საუბარი პირობითად შეუსაბამობაზე, ვიღაცისთვის შესაძლოა არ იყავით თქვათ ვერ ხედავდათ ამ პოზიციაზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ შეფასებებს, თქვათ რა იყო მიზანი ამის? აი წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ 8 თვიანი პერიოდი, როდესაც მე რუსთავის გენერალური დირექტორი ვიყავი, საერთოდ ამოვარდნილია ჩემი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ იმდენი საქმე იყო და იმდენი და თან ისეთ დროს მივედი იყო ზაფხული, იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ну მოკლედ ბევრი ამბავი იყო და 8 თვე პრაქტიკულად სახში არ შევსულა, ამიტომ ძალიან სწრაფად ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყო მისაღები და გადაწყვეტილება სულ ვამბობ ხოლმე ადამიანები რომლებიც მუშაობენ არა ტელევიზიაში, არა ეთერში, მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება და ყოველთვის ვუხსნი ხოლმე აი შენ ხო მუშაობ სადღაც კი და წარმოიდგინე პლუს კიდე რომ ამას ყველაფერს პირდაპირ ეთერში 24 საათი უყურებთ და აი ესეთი სამსახურია ჩვენი ანუ ტელევიზია და ამიტომ ძალიან ბევრი საქმე იყო და რა თქმა უნდა ისედაც არ ვაქცევ ყურადღებას ჰეითერებს თუ როგორ ეძახიან ახლა არ ვიცი მაგრამ ნუ არ მაინტერესებს ადამიანების შეფასება რომლებიც აღწერენ წამოწოლები და რა ვიცი ალბათ არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში იმის ფასი რომ მისცენ თავისუფლება, თუმცა ყველას აქვს უფლება რაც უნდათ ისი ლაპარაკონ და ისწერონ. ასე დემოკრატია ამას გულისხმობს, მაგრამ აი კულტურა როგორ აგვაქვს, არ ვიცი. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელმაც იცის რა არის შრომა, შრომის ფასი და ადამიანი, რომელიც არის პროფესიონალი, ისეთ შეფასებებს არ გააკეთებს, რაზეც ახლა თქვენ გქონდათ მინიშნება. არ აქვს მნიშვნელობა რომელიც სფეროდან არის და რას ეკეთებს. აბსოლუტურად გეთანხმებით. თავად რა რეაქცია გქონდათ, როცა მიიღეთ შემოთავაზება, გამხდარიყავით რუსთავის დირექტორი, თუ იყო ეს თქვენს მიზნებში საერთოდ და გეგმებში? არ მინდოდა 53 წლის კაცი ვარ და ამას დავიჯერო ერთხელ არავის შემოთავაზებია ახლა რომ არასოდეს არანაირ თანამდებობაზე არ ყოფილა. არ მინდოდა ნამდვილად, მაგრამ საჭირო იყო, ჭირდებოდა არხს და მე არ მიყვარს არ მინდა რომ ჩვენმა მსმენელმა ჩამომართვას რაღაც აი თავის დაფასების აი მართლა არა თუ თახდები ესე იგი გინდა არ ნიშნავს რომ აი თუ თახდები რაღაცა ხო არანაირი სურვილი მართლა გითხრათ არა თუმცა აზარტი და ინტერესი შემდეგ მე უფრო გაჩნდა რომ მოდი აბა კი ანუ სურვილი არ მქონია მართლა თხოვნის დონეზე იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა დავთანხმდი და კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ ნიშნავს რომ თავს ვიფასებდი უბრალოდ აი ადამიანურად არ მინდოდა როდესაც შენს ხელში არის ადამიანების ბედის გადაწყვეტა და შენი ერთი მოქნეული კალმით შეიძლება ვიღაც ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალოს ამიტომ არ გამოვედი ექიმი
ანუ ვერიდები მაქსიმალურად სხვა ადამიანების ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და აი ეს პასუხისგებლობა, რომელიც 700 თანამშრომლის და უამრავი კონტრაქტორის წინაშე გიჩნდება ადამიანს, აი სულ არის აი ეს ჩემი აი ეს რაღაცა მომენტი, რომ მაქსიმალურად, როდესაც ეს ეხება ლამის ადამიანის სიცოცხლეს და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთი ტიპის საქმეებით არ ვიყო დაკავებული, განა იმიტომ, რომ რაიმეს ცუდად გავაკეთებ, უბრალოდ შეიძლება უშეცდომა არავინ არ არის შენს შეცდომას მოყვეს ძალიან მძიმე შედეგები რომელიმე კონკრეტული თანამშრომლისათვის, რაც აბსოლუტურად ჩემთვის არის აი ძალიან მძიმედ გადასატანი და მისაღები და ამიტომ ყველანაირ შემოთავაზებაზე რაც შეეხება სავარძელს ვამბობდი ყოველთვის უარს და ნუ აი მოსახედიდან შესაბამისად ეს ბოლო კითხვა იქნება რუსთავიორთან დაკავშირებით როგორ შეაფასებთ აი იმ განვლენილ პერიოდს რაც რუსთავიორში გაატარეთ მათ შორის მე პირადად თუ გაინტერესებს ჩემი ძალიან ძიმეთ იმიტომ რომ ხო გეუბნებით მართლა რა თუ არ მიძინია და საერთოდ ამოვარდნილი ვიყავი ყველანაირი რიტმიდან და რეჟიმიდან თუმცა მე მგონია რომ რუსთავიორზე ისეთ რაღაცები გავაკეთე და დავტოვე რაც დღესაც აგრძელებს ცხოვრებას და იმ მიმართულებებით, რომელი მიმართულებებითაც ჩვენ რაღაცა რადიკალური ცვლილებები შევიტანეთ მენეჯმენტში და ასე შემდეგ, ის მიმართულებები დღესაც გაჭიმული, გატკეცილი და ჩემი მიყვანილი ადამიანების თავოსნობით აგრძელებს მუშაობას. ბატონო ბაკურო, მე შემდეგი აქტუალური თემა, რაც თქვენ გიკავშირდებათ ბოლო პერიოდის, არის ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი, რომელმაც თქვენს მიმართ დაახლოებით ზუსტი ციტირება არ გამომივა, მაგრამ გააჟღერა მსგავსი ინფორმაცია, რომ გამოძიება დაინტერესებულია თქვენი საქმიანობით და იგულისხმა ის, რომ თქვენ ზოგადად ხართ მრავალი ძალიან წარმატებული პროექტის ავტორი, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების შემსრულებელი ქვეყნის მასშტაბით და ამასთან დაკავშირებით გააჟღერა ინფორმაცია, რომ გამოძიება არის დაინტერესებული. რას უპასუხებდით? თქვენ გქონდათ პოსტი, მაგრამ კიდევ რომ გაიმეოროთ სხვისთვის, ვისაც შესაძლოა ეს პოსტი არ უნახავს და რატომ დასჭირდა მას ამ ინფორმაციის გავრცელება? არ მაქვს არანაირი სურვილი ახლა კომენტარები ვაკეთო, რაც გაუგება აბსოლუტურად როგორ გითხრათ, ყველანაირი მორალიდან დაუშვებელი შინაარსის რაღაც ცილის წამებაზე მე ეს რო არ ეხებოდეს უწმიდეს და უნიტარესის დაკრძალვას ამაზე გამეცინებოდა. უბრალოდ თვითონ მოვლენა არის ძალიან ეპოქალური და ძალიან მძიმე. კი, ამ ღონისძიებაზე ქონდა საუბარი და ამბობდა რომ 6 მილიონი მომიპარია თურმე მისი რა ქვია, ქელეხის ფული. ანუ გაქვთ დასვენების რა მნიშვნელობა აქვს. ნუ მის ნამოსზე იყოს. რა ვიცი. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ ორი სახელის ერთად ხსენება ილია მეორის და მისი ესეც კი ძალიან დიდი კრახელობაა. კეთილი, მე პოლიტიკასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ კითხვა, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ აქტიური ხართ ამ ხრივ პოსტებისა თუ კომენტარების ხრივ. თქვენ იყავით ქართული ოცნების, კონკრეტულად ქართული ოცნების მხარდამჭერი 2012 წლიდან და უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის აქტიური მოწინააღმდეგე იყავით იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, შესაბამისად ის შეფასება რომ თქვენ თქვათ პირობითად სამთავრობო მხარდამჭერი ხართ ან რაღაც ამდაგვარი თქვენ არ გეხებათ, იმიტომ რომ ფაქტია რომ ყველაზე რთულ პერიოდში როცა რთული იყო კრიტიკა თქვენ ამის არ გეშინოდათ, მაგრამ ამ ეტაპისთვის როგორ შეაფასებთ ქართულ ოცნებას 2012 წლიდან დღემდე, თუ არის რაიმე რაც მათ მიმართ თუნდაც ჯანსაღი კრიტიკის სახით შესაძლოა გაჟღერდეს, ან მათი პოლიტიკა განსაკუთრებით რა მოგწოთ, აი ამის შესახებ რომ ისაუბროთ? კი ბატონო, მადლობა შეფასებისთვის. დღეს ჟურნალისტების დიდმა უმრავლესობამ ესეთი რაღაცები არ იცის, თქვათ, ვინ როდის სად იყო და რას აკეთებდა. კი, მე 2003-დან კი 98 წლიდან ვიყავი იმ შემადგენლობის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ ნაციონალურ მოძრაობად ჩამოყალიბდა და ყოველთვის მქონდა მათ მიმართ ჩემი ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ საერთოდ სადმე რაიმე პოზიციაზე მოსვლას კი არა, საერთოდ არსებობას პოლიტიკაში. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, არ ვიყავი მე ქართული ოცნების მხარდამჭერი 2012 წლიდან, მე ვუჭერდი მხარს და მივესალმე
როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვას თუ კარგად გახსოვთ, მაშინ ახალ სახალხო კრება დარბეული და განადგურებული იყო, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ფლანგი, მე ვიყავი სახალხო კრების საინფორმაციო სამსახურის უფროსი, დაჭერილი აუარებელი ადამიანი და აი ამ პრინციპში დალეწილ და დანგრეულ ოპოზიციის და ოქტომბერში ბატონი ბიძინას განცხადება, რასაც ზუსტად ვიცოდი, რომ მოყვებოდა სააკაშვილისთვის პოლიტიკური სამარის დახურვა სამუდამოდ. და რა თქმა უნდა მივესალმე ბატონი ბიძინას ხელისუფლებაში მოსვლას, თუმცა ის შემადგენლობა, რომელიც შემადგენლობითაც წარსდგა პირველი პარლამენტის შემდეგ უკვე, მე მათი მომხრე არასოდეს არ ყოფილვარ, ეს რვიანს ეხება. ეს არის, შემადგენლობა, რომელსაც გვერდი ვერ აუარა ბიძინა ივანიშვილმა დარწმუნებული ვარ და აი ეს შემადგენლობა, ეგრეთ წოდებული რვიანი, რომელიც იმ პერიოდში სახალხო კრების ლანძღვის გარდა არაფერს არ აკეთებდა და იმ პერიოდში, როდესაც ვამბობდით, რომ ეს რვიანი არის პირდაპირ იმ იგივე პოლიტიკის გამტარებელი, რასაც მიშა სააკაშვილი ატარებსო, ეს ყველაფერი გამოჩნდა შემდეგ, ხო? როდესაც ხალხმაც გადასარევად დაინახა ის იმაქტისი იყვნენ იქ შესული პარტიების უმრავლესობა და რა საქმეს აკეთებდნენ და საიდან იღებდნენ დირექტივებს, ეს ყველაფერი დღესაც გადასარევად ჩანს, ვინ როგორ პოზიციას იკავებს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის ის პოლიტიკოსები და ვიღაცებს, რომელიღაც უცხო ქვეყნის დაფინანსებებიც მიუღიათ ფილიპინები თუ რაღაც გაუგებარი ქვეყნები, ასე რომ მაშინაც გადასარევად ვიცოდი ისინი იყვნენ, ცოტა გაანალიზების შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო აუცილებელი გზა გასავლელი ქართული ოცნების მიერ, რომ ერთის მხრივ ყველას დაენახა და მეორეს მხრივ ის ძალაუფლება უფრო გაეძლიერებინა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს არავინ არ მისცემდა იმის საშუალებას, რომ ის რადიკალური ცვლილებები გაეტარებია, შემდეგ რაც გაატარა. მე ვერ ვიხსენებ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ძალიან დიდი ხანია უკვე, ვინც გამოვიდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დაიცვა, თუნდაც ეგრეთ წოდებული მეგობრებისაგან. მე არაერთხელ ვიყავი ძალიან ამაყი ჩვენი პრემიერების განცხადებებით სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკოსების, რა თქმა უნდა, თანამდებობებს, რომლებაც ჩათვალეს, რომ აქვთ უფლება მოექცნენ საქართველოს და ქართველებს ისე, როგორც ისინი გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ დროს თავის განცხადებებში ამას გამოხატავდნენ. და ძალიან მე ამაყება, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მეგობარსაც კი უთხრათ, არა, ეს ჩემი სახელმწიფო ინტერესებში არ შედის და ამიტომ ბოდიში. წადი სხვაგან ბოდიში და გაახურე. როგორ ფიქრობთ, დღეს რატომ შეიძლება არსებობდეს მათ შორის თუნდაც ახალი თაობა, თუმცა უახლესი წარსულია, რომელიც ვერ ახერხებს, თქვათ, სახელი დაარქვას, კრიტიკულად შეაფასოს წინა ხელისუფლება, რატომ შეიძლება იყოს დღეს ვიღაც თუნდაც ჯერ ერთი საკითხი არის ის, რომ არიციან. მეორე საკითხი არის თაობა, თაობა, რომელსაც მე არ მგონია, ნებისმიერ თაობაში მე არ მგონია სიღრმისეულად იცოდეს ადამიანმა მათი ნამოქმედარი და თუ ამ იდეოლოგიას არ ემხრობა, ისინი ხო არსებობენ ადამიანები, რომ სადიზმი მოსწონთ, სადისტია ვიღაცა, ამ ვიღაც მაზოხისტია, ვიღაც მკვლელია, ამ მკვლელებს რაღაცა შეიძლება აერთიანებდეს, მოსწონდეთ რა, ეს ვიღაცას მოსწონს ფეხბურთი, ვიღაცას ჯოგურთი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესეთი საერთო არასრულფასობა, რაღაცა ცოტა ჩვენი გადმოსახედიდან არასწორი, ცოტა აბადმყოფურიც კი მისწრაფებები აქვთ და ამ შემთხვევაში შეიძლება მათ მოსწონდეთ ნაციონალური მოძრაობა, მთელი თავისი იმ ბექგრაუნდით, რომელიცაც არის ბექგრაუნდით კი არა, მთელი თავისი არსით. ის არსებობს, ამიტომ ჩვენ და სამწუხაროდ ქვეყანას ალბათ ყავს და ამ 25%-დან თუ 20%-დან არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ მათ წევრები გარკვეული ძალაუფლება ჰქონდათ, მერე დაკარგეს და ინტერესი აქვთ, ნაციონალური მოძრაობის მომხრე კი არ არის, საერთოდ ნებისმიერი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, რომელშიც თვითონ არ არის. ამიტომ ესეც ხო არის, ვიღაცამ რაღაცა თანამდებობა დაკარგა, მერე იმ შვილმა იცის, რომ მამამისი რაღაცა უფრო მეტ ფული შემოქონდა ოჯახში, ახლა უმუშევარია ან პოლიტიკურად
არ უჭერს მხარს და დადის მიტინგებზე და ის ბავშვი გაიზარდა, მამა ყავდა თანამდებობაზე კაცო და ის მოსწონს და ის უნდა ისევე. ბოლო პერიოდის ასევე აქტუალურ თემაზე მინდა კითხოთ, ეს არის ოცნების ინიციატივა, ხელისუფლების ინიციატივა, სოციქსელში სიძულვილის ენის კონტროლის და რეგულაციისთვის გარკვეული კანონპროექტი შეიმუშავეს. ეს გარკვეული ნაწილისთვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის რაღაც გამოხატვის შეზღუდვად იქნა აღქმული. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას და ზოგადად ბულინგისა და სიძულვილის ენის შესახებ რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ თითქოს ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა. ამაზე რძენი და სამარცხვინოა ის საქართველო, რომელსაც მე სოციოლოგიაში ვხედავ პერიოდულად. აი მართლა ერთ-ერთი საღამო იყო და ჩვენს მეგობართან ნანა კაკაბაძესთან ვსხედავთ და ერთ-ერთი მეუფე იყო სტუმრად. რაღაცას ვსაუბრობთ. არაერთხელ ყოფილაო, რომ მეო დამიმალავს, რომ ქართველები ყავი, ჯვარიც დამიმალავს ანაფორაშიო და ისე გავაკრიტიკე და ისეთი შეხლა შემოხლა მქონდა, რომ რა უნდა ხდებოდეს. მე ვთხარი, რომ ესე ბოდიში ჟარგონს ვიღე გაგიტყდეს, მე ვთხარი, რომ ქართველი. აი რანაირად მითხარი, ხო მე ვთხარი, თან მეუფე ხარ რაღაც. აი სოციალურ ქსელში პერიოდულად ისეთი რამე ხდება, რომ შეგრცხვება, რომ შენ და ეს ხალხი ერთ თანამემამულეები ხარ და აი მე ავხსენი, რას შეიძლება და გადაყრო და ეს ადამიანი, ანუ რომელიღაცა ქართველის როგორ ქცევას, რომ დაემალა ადამიანს, აი წარმოიდგინეთ ეროვნება. ანუ კი არავის უკითხავს, შიგნით გულშიო რა, იმ წუთას ვინმეს რო ეკითხავ, ვიტყოდიო, რომ არ ვიცი, არა ვარ ქართველი. აი ისე მოგწეულანო და აბა რა ვიცი, აი რა თემა გინდათ, აი ნებისმიერი აიღეთ, აი ხვიჩაკვარაცხელი ეს რა უკნეს, რა უნდა. აი ნებისმიერი საკითხი აიღეთ, რა დღეში არიან და რას აკეთებენ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მართალია ტყუილია შედეგი რა ექნება. არ არის, იმიტომ რომ ეს არის მათი აზროვნება, ეს არის მათი სისხლი, მათი ხორცი. ესე აზროვნებენ და ესე ცხოვრობენ და წარმოიდგინეთ, რომ ამ ერმა დაუშვა აი ეს ხალხი ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. დაუშვა კი არა, ეკრანებს კოცნიდნენ ტელევიზორის იმის დანახვაზე. ძალიან კარგად მახსოვს. აი ეს რომ მეორედ არასოდეს არ გამეორდეს ამ ქვეყანაში და ამის მსგავსი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, აი იმისთვის ვუჭერ მხარს დღეს ქართულ ოცნებას. ბატონო და შესაბამისად ეს ინიციატივაც რა თქმა უნდა 100%-იანი. ძალიან რბილია. აი ვის ჩვენ ხო ჟურნალისტები ვართ და გადასარევად ვიცით რა არის ცენზურა. ცენზურის დროსაც მიმუშავია. არანაირი ცენზურა არ ყოფილა მაშინაც მიმუშავია. ადამიანებს ჩვენ არ მე არ ვლაპარაკობ ხო არ მინდა რომ აირიოს კულტურა და პროფესიონალური მიდგომა. ნახეთ ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს შინაგანი ცენზი. შენ შიგნით რაღაცას უშვებ, ან რაღაცას ვერ უშვებ. არავინ არ გთხოვს, რომ ან ეს თქვი, ან არ თქვა. მაგრამ არის საკითხი, ყოველთვის მახსენდება ერთი ამბავი, პროდუქტების კორპორაციები შეიქმნა ამ პურის პრობლემებთან დაკავშირებით, ტარდებოდა ხოლმე თათბირები საბჭოთა ადმინისტრაციაში, მაშინ იყო ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი, მის კაბინეტში ხდებოდა ეს, ანუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, პროდუქტების კორპორაციის შეფი ანზორ ბურჯაძე, საკმაოდ ისეთი დიდი შემადგენლობა იყო ხოლმე, სამშაბათობით შუქდებოდა, ანუ სამშაბათობით ტარდებოდა და მე და ივიკო სეხნიაშვილი მოამბიდან ვიყავით ორი ჟურნალისტი, რომლებიც ამ როგორც კი პურის პრობლემა ქვეყანაში შეიქმნა, იმ დღიდან მოკლედ ყოველთვის ესწრებოდით ამ თათბირს და ერთ-ერთი თათბირია, როდესაც გაირკვა ზუსტად თათბირის დაწყებიდან 5 წუთში, რომ 1 გრამი ხორბალი არ არის ქვეყანაში. და არც იქნება უახლოესი 1 კვირა. აი გრამი ხორბალი არ არის, ანუ პური არ იქნება ხოლმე. 2037-ია ჩემი მეზობელი ქარხანაში პურის რიგში. ამ დროს გატენილი პურის რიგი. და წამოვედით და მანქანაში ვსაუბრობთ მე და ივიკო და როგორ აპირებ? რის თქმას აპირებ? რაღაც ხუნდა თქვა თათბირი ჩატარდა და არ ვიცი თქვა. მთელი გზა საფიქრალი გქონდა.
როგორ არ გვეთქვა, რომ ხვალ ფქვილი არ იქნება. და არა ის რომ არავის არ უთხოვია, ჩვეულებრივ ჩადარდა თათვი, ჩვენ წამოვიდოდით, ხო, წარმოგიდგენიათ, ეხლა რომ მე შეიძლება და საინფორმაციო გამოშვებაში გასულიყო სიუჟეტი და მე თქვა რომ პროდუქტების ყოველკვირეული თათბირი დასრულდა იმით, რომ გაირკვა, რომ უახლოესი 5 დღის მანძილზე თბილისში პური არ გამოცხება. როგორ წარმოგიდგენიათ, ხა ამის თქმა იმ პერიოდში, იმ დროს იმ ხალხისთვის, რომელიც 2 დღე დაღამე რიგში დგას. ეს პრობლემა სხვანაირად მოგვარდა და გადასარევი გადაწყვეტილებები მიიღეს ძალიან სწრაფი და რა თქმა უნდა მეორე დღესაც და მესამე დღესაც პური იყო ქვეყანაში. მაგრამ აი ამას ვსაუბრობ ზუსტად რომ ყოველთვის გააქვს ჟურნალის რაღაცა შინაგანი საერთოდ გააქვს რაღაცა ზღვარი რითიც არეგულირებ, ხო? და არის კიდევ რა თქმა უნდა ექსკლუზიოზე უფრო მაღლა დგას სახელმწიფო ინტერესები და ქვეყნის დაუშავლებლობა. აი რა არის ყველაზე ცუდი იმას, რასაც დღევანდელი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აკეთებენ, ის არის რომ ზუსტად ამ ზღვარს გადადიან. რა თქმა უნდა, ზუსტად ამ ზღვარს გადადიან და ქვეყანას უთხრიან ძირს. შეიძლება შენ ეწინააღმდეგებოდე ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც არის ქვეყანაში, მაგრამ დარბოდე ევროკავშირში და ეხვეწებოდე, რომ სავიზო რეჟიმი შეუწყვილე საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ მე ვერ მოვდივარ ხელისუფლებაში, ეს არის ბოროტი. გარეწარი დავაყოლებდი ერთ არაჩვეულებრივ სიტყვას კიდე ეთერში არ ვიყო. კი ბატონო, ბატონო ბაკურ, პრინციპში ჩვენი პოდკასტისთვის შინარსიდან გამომდინარე ბოლო კითხვად დაგისვამთ წარმატების შესახებ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი და საინტერესო კითხვის შესახებ ვისაუბრეთ, ცოტა გავცდით თემას, მაგრამ თქვენ ხართ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან ბევრი წარმატებული პროექტის ავტორი, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც იყავით დიზაინერი, იმიტომ რომ შემდეგ მიატოვეთ ეს პროფესია, თქვენ ხართ ერთადერთი და პირველი ქართველი დიზაინერი, რომელიც Fashion TV-ზე მოხდა, მისი ჩვენება იყო დრო, კი, მაშინ ყოველ შემთხვევაში ასე იყო, ახლა შეიძლება უფრო იმ პერიოდისთვის ახლა დემნა არსებობს. რა თქმა უნდა, გითხრობით იმ პერიოდისთვის პირველი ქართველი დიზაინერი, გაქვთ უამრავი წარმატებული პროექტი, როგორც უკვე აღნიშნე, რას უკავშირდება წარმატება თქვენთვის, ანუ რა არის წარმატების მიზეზი, გამომწვევი, ასე ვთქვათ. მოკლედ გიპასუხებთ, რომ მითხართ რაღაც წარმატებაზე იყოს, დავფიქრდი, აი რა შეიძლება იყოს წარმატების მიზეზი. ნუ ხა მე მგონია რომ მაინც რაღაცები დაწერილია და წინასწარ ცნობილია გარკვეული მოხვედრების გარეშე ესა საშუალებები გვაქვს, მაგრამ მაინც ძირითადი რაღაცები გადაწყვეტენ და რაღაცა ყველა ჩვენი მისია გვაქვს და აღმოჩნდებით ხოლმე იმ დროს იმ ადგილზე, სადაც საჭიროა, მაგრამ რომ დავფიქრდი და დავცხრილე რა შეიძლება იყოს წარმატება. ერთადერთი ამბავი შრომის მოყარეობა. სხვა ესეთი გამაერთიანებელი ყველასათვის, რომ აი წარმატებას მიაღწია ადამიანს, შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის შრომის გარეშე და მე მაგალითად პირადად მინდობილი ვარ უფალს, ანუ არაფერს არ ვაკეთებ იმისათვის, რომ ან ამ გზაზე დავდგე, ან იმ გზაზე დავდგე. რაცაც მოიტანს ცხოვრება და ჩემს ქვეყანას, ჩემს სფეროს რითიც შეიძლება გამოვადგე, უბრალოდ შრომ, ანუ ჯანს და ენერგიას არ ვიშურებ, რომ ის რაღაცა გავაკეთო, რაც იმ კონკრეტულ რაღაც პროექტს ჭირდება. აი მე მგონია თუ შეიძლება რომ ჩავითვალო წარმატებულად, ერთადერთი არის შრომის მოყარეობა. კი ბატონო. შეიძლება წარმატება მოუტანოს ადამიანს. ბატონო ბაკურ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ასეთი გულწრფელი პასუხებისთვის. მსმენელს და მაყურებელს კი შევახსენებ, რომ თქვენ უსმენდით და უყურებდით რადიო სივრცეს FM 98.5. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.